de-Ivanishvilization or de-Ivanishvilization of Georgia. What does it mean, de-oligarchization? It means de-Ivanishvilization or de-Ivanishvilization of Georgia. გამარჯობა მეგობრებო, ფორმულას ეთერში თქვენ უყურებთ 229 ეპიზოდს გადაცემის საკვირაში ერთხელ მიშავშვილდაძეს. არ არის ცოტა. გასული კვირა მნიშვნელოვანი იყო მსოფლიოს განქოცების მიმართულებით. ერთით ნაკლები ქოცი და პუტინის მოკავშირე ყავს პლანეტას. ქოცობა მთლიანად რომ მორჩება, გაეროს უნდა მივმართო ინიციატივით, რომ მსოფლიო დღესასწაულად დაარეგისტრიროს. განქოცება. პლანეტა ქოცობის გარეშე. საქართველოში ესეც ორჯერ აღნიშნოთ, ძველით განქოცება, ახლით განქოცება. ორბანი დამარცხდა, პრინციპში კი არ დამარცხდა. ერთი სიტყვის თქვა მინდა რამდენიმე დღეა ვერსად ვერ თქვი და მოდი აქ ვიტყვი. თორე ვერ ვისვენებ. ორბანი მოიპროჭა. ქოცები რომ მოშორდებიან, რამე ჩელენჯი მოვხოდოთ. აი ფეხბურთში ევროპაზე გასვლაზე რო იყო, რომ დაკლებათ, მის გადაპარსვა და ასე შემდეგ. დაწერეთ კომენტარებში, ვირას გავაკეთებთ, ქოცობა რომ დამთავრდება. მე მაგალითად პირველივე გააცემას ბრეტელებიანი მაიკით წავდი. გურამ მაჭარაშვილი კი ფიქრობს, რომ ტყუილად გვიხარია ორბანის მარცხი. მაჭარაშვილი. უნგრეთის მაგალითი მოსაყვანიც არაა. ოცნება ჩანაცვლდება ისევ ეროვნული ძალებით. დაგვამშვიდა გურამმა. ოპა, მეგობრებო, ხალხის ძალა ხელისუფლებაში მოსასვლელად ემზადება. ოღონდ ჯერ არ ვიცით, არჩევნებით აპირებენ თუ რევოლუციური გზით. ჩემი აზრით არჩევნებით ცდიან და მერე რევოლუციას მოაყოლებდნენ. დიმიტრი ხუნდაძე, სოზარ სუბარი, მტრისას, ეს ხალხი არ გააბრაზოთ ქოცებო, თორე მე ვერ დაგიცავთ. მადიარის მთავრობა ჯერ ოფიციალურად არ მოსულა ხელისუფლების სათავეში, თუმცა უკვე გაირკვა, რომ მადიარი აღარ დააფინანსებს კონსერვატორთა პრაიდს. კი არა და. კონსერვატორთა კონფერენციას, რომელსაც ოცნება ყოველწლიურად ესწრებოდა. წინა კონფერენციაზე კობახიძემ ასეთი რამ თქვა: ჩვენი დასავლეთი ცოცხალია ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის უნგრეთი. რავი, რადგან ქვეყნები თქვა ირაკლიმ, აქ ჩამონათვალიც გაასწორებდა, ხო? მაგრამ მეტი არ იყო. როგორ უნდა ეთქვა, იცი, ქვეყნები, უნგრეთი. რავი, კადიროვი რო იყოს, უნგრეთი, შმუნგრეთი იტყოდა რა. ეგ განსხვავება კადიროვსა და ირაკლის შორის. ხო და ფაფუ, მეგობრებო, აღარ იქნება ეგ კონფერენცია. ჩვენი დასავლეთი აღარ არის ცოცხალი ირაკლი. ლეგიტიმაციის ფარგლებში ორბანიდან ქოცები მალევე გადაეწყვნენ ერდოღანზე. მართლა ესე მალე. ნუ თლად ევროკავშირი არა ეხლა, მაგრამ კანდიდატი ქვეყანა ეგეც საქმეა ეხლა რა. კობახიძე ამჯერად ერდოღანს მიეტმასნა. უნდა ვთქვათ, რომ ლიდერების ნაკლებობა და გამორჩეული ლიდერების სიმცირე თანამედროვე მსოფლიოში პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. რა თქმა უნდა, კობახიძე ამბობს ამას. რა თქმა უნდა, არსებობს გამონაკლისი და ეს ქვეყანა თურქეთია თავისი დიდი ლიდერით. ჩაეხუტა ერდოღანს ირაკლი. განვაგრძობ ირაკლის ციტირებას. ჩემი ბავშვობიდან მახსოვს ეპოქა, როდესაც მსოფლიოს ძლიერი და დიდებული ლიდერები მართავდნენ. დღეს კი რეალობა რადიკალურად განსხვავებულია. არ იყო სასაცილო?
კომახიძე ამბობს შეგახსენებთ. მოდი მაშინ ასე ვქნათ ხალხო. აი თავიდან წავიკითხავ და ის კადრები გადაედება, ალიევი და ბიძინა რო შეხვდნენ და ეს რო უკან დაყვებოდა. აი ნახეთ. ჩემი ბავშვობიდან მახსოვს ეპოქა. როდესაც მსოფლიოს ძლიერი და დიდებული ლიდერები მართავდნენ. დღეს კი რეალობა რადიკალურად განსხვავებულია. ევროკავშირთან ურთიერთობების თავისებური ხედვა აქვს შალვა პაპუაშვილს. პაპუაშვილს ხედვა აქ არ არის, არც ნუ. კარგი. ნუ, როგორც არის, ხა მაინც უნდა მოგიყვეთ. მე რა რო შალვასი ხედვა. შალვას აზრით ბრიუსელი, მიაქცეთ ყურადღება მეგობრებო, ბრიუსელი იქცა ბარიერად საქართველოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის. გაიაზრეთ ჯერ? მე რა მაინტერესებს იცით ჩალვა? ჩვენთვის თუა ბარიერი ევროკავშირის ქვეყნებისთვისაც ხო ბარიერი გამოდის, ხო? და ისინიც რომ მიაწვნენ იქიდან ბრიუსელს, ჩვენ აქედან ისინი იქიდან რაღაცა გამოვა, რავი. რა გახდა ეს ბრიუსელი ბოლო-ბოლო? რა ხდება ასეთი ამ ბრიუსელში? ევროკავშირის შტაბ-ბინაა და ევროკავშირის დედაქალაქია. ანუ ევროკავშირია ბარიერი საქართველოსა და ევროკავშირს შორის. მაშინ აფერი გამოვა შალვა. ისევ აზიას მივაწვეთ. შალვა ასეც მოიქცა და აზიას მიაწვა. პაპუაშვილი თურქეთში შეხვდა ვიეტნამის პარლამენტის თავმჯდომარეს ფხან თმან განს. თუ ახლა ვინმე შემედავებით მაგას ფხან თმან განი კი არა, ტრან თხან მანი ქვიაო, მართალი იქნებით, კი ბატონო. ოკეი. ტრან თხან მანი ქვია, თუ რამეს გიცვლით. მოკლედ პაპუაშვილი ამ კაც შეხვდა. ინფორმაცია საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. შეხვედრაზე რა მოხდა ეხა? კითხულობთ განცხადებიდან ამონარიც. ცოტა ნელა წავიკითხავ რომ გამოვყვეთ. მხარეებმა, ანუ იმან და ჩვენმა, გამოხატეს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობების განსაზღვრაზე მუშაობის მზაობა. გაიგეთ თქვენ? თანამშრომლობაზე კი არ გამოხატეს მზაობა. ნო. ან მუშაობაზე კი არ გამოხატეს. თანამშრომლობის შესაძლებლობების განსაზღვრაზე მუშაობის მზაობა გამოხატეს. ანუ მზად არიან რომ იმუშავებენ იმაზე თუ რამდენადაა შესაძლებელი თანამშრომლობა. აბა რა ხდება? აი ამანდარია. ამასობაში კი ლიბერტი ბანკი გაიყიდა. სანქციების შიში ოხერია. რა შუაშია სანქციები? აფერში. იმედის შემდეგ ირაკლი რუხაძემ ლიბერტი ბანკიც გაყიდა. ჩემი აზრით მოიშორა. იმიტომ რომ რავი აბა შენ გაყიდდი კომპანიას რომელიც წელიწადში 100 მილიონ სუფთა მოგებას ტოვებს? დაფიქრდი აბა. რავი სადღაც ალბათ ძალიან მოსაბეზრებელია ყოველ წელს 128 მილიონი მოგება. უნდა აგრო და რისთვის ხო? და ბეზრდება გაიგე, ყიდი რა, ალბათ ეგ რავი. გარდა იმისა, რომ ლიბერტის მონოპოლია ჰქონდა პენსიების გაცემაზე, დამატებითი მოგება მოქონდა სესხებს. პენსიონერები მაღალ პროცენტში წინასწარ იღებდნენ პენსიას და მერე წლობით იხდიდნენ. და ამის მერე როგორ იქნება ეგ ამბავი არ ვიცით. თუმცა პენსიონერებს ახალი საფიქრალი გაუჩნდათ. ცოტა ხანში ვეღარ იყომარებენ. მართლა ეგეთი კანონია. 14 აპრილს ეროვნულმა ბანკმა ახალი წესი მიიღო. 60 წელს გადაცილებული ადამიანების ზოგი საბანკო გადარიცხვა გარკვეული დროით შეიზღუდება. ძალიან აიშვეს ეთყობა და საჭირო გახდა ეს კანონი გაიგე.
რისკიანად ჩაითვლება ოპერაცია, რომლითაც გათვალისწინებულია 500 ლარზე მეტი თანხის გაცემა. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს პენსია 20 ლარით გაიზარდა და 60 წელს გადაცილებულებისთვის 370 ლარი შეადგინა. პენსიონერების უმრავლესობას ამ თანხიდან სესხი ეჭრებათ და რაც რჩებათ, იქიდან 500 ლარს ვერსად ვერ გადარიცხავენ. ამ რეგულაციით პენსიონერები ვერ შეძლებენ ონლაინ სავაჭრო პლატფორმაზე ფულის გადარიცხვას, ვერც აქციებს იყიდიან, ვერც ტოტალიზატორს იყომარებენ. კიდევ ერთი პუნქტია, ზოგადი, სადაც ვკითხულობთ, თუ გამოიხატება უჩვეულო ქცევა. არ ვიცი ეს რას ნიშნავს. გადარიცხვის შემთხვევაში რა მოხდება? ეროვნული ბანკი პროვაიდერს ავალდებულებს დაუკავშირდეს კლიენტს და დაეხმაროს ინფორმაციის უკეთ გაანალიზებაში. ანუ დაურეკავენ და ბებო, დარწმუნებული ხარ არსენალის მოგებაში? არა პროგნოზირებადი გუნდია, რავი, საკას და რაის თამაში თუ არ წაუვიდათ, მერე რა შვები ბებო? ამის მერე ბებოს ექნება 48 საათი იმისთვის, რომ დაადასტუროს ან გააუქმოს ტრანზაქცია. როგორც გითხარით, წელს 20 ლარით მოემატათ პენსიონერებს პენსია და არ იქნება ადვილი ამის კონტროლი. არც გებლინგი, აღარც ინვესტიციები, მოსაწყენი გახდა სიბერე. ახალი ამბავი გვაქვს, აქ დიქტატურა არ გამოვას მიმართულებით. აბასთუმნის თავზე ცა დაიკეტა. თვითმფრინავები ვეღარ იფრენენ. ამ საკითხზე საზოგადოების აზრი სამად გაიყო. პირველი ამბობს, რომ ივანიშვილის ახირებაა, მეორე ამბობს, რომ ეს ყველაფერი ობსერვატორიისთვის გაკეთდა. და მესამე მხარე ყველაზე მაგარია, ეს ჩემი ფავორიტია ეს მესამე. ბიძინამ იმდენი რამე გააკეთა აბასთუმნისთვის, მერე რა ცათუ დაიკეტა. მე მგონია, რომ ამ სამიდან მაინც პირველი ბიძინას ახირებაა. და მე გეტყვით, ჩემ არგუმენტებს თქვენ გამოუშვით ობსერვატორიის არგუმენტები. ეხლა ჩემი არგუმენტი რომელია? აბასთუმნის ობსერვატორიის დირექტორმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუს მიმდინარეობისას ჟურნალისტისგან შეიტყო, რომ საქართველოს მთავრობამ ობსერვატორიის თხოვნა დააკმაყოფილა და შეზღუდევსო, აი დღეიდან უჭვრიტინეთ რამდენიც გინდათ, იკრძალება ფრენა, აი დღეიდან ამოქმედდება. მოდი მეგობრებო, ერთმანეთს პატივი ვცეთ და ობსერვატორიის არგუმენტი აღარ ვაკადროთ ერთმანეთს. გავაგრძელებ. საქაერო ნავიგაციის დოკუმენტაციის მიხედვით ამ აკრძალვას ერთი საინტერესო გამონაკლისი აქვს. დაშვებულია ფრენა ტერიტორიაზე მოფრენილი, ამ ტერიტორიიდან გაფრენილი ხომალდებისთვის. ანუ ეს დათქმა ფრენის უფლებას აძლევს მხოლოდ ისეთ საფრენ აპარატებს, რომლებიც უშუალოდ აბასთუმანში უნდა დაეშვან, ან აბასთუმნიდან აფრინდნენ. ვინ იცით, ვინც აბასთუმანში ჩაფრენილა? ან აბასთუმნიდან გაფრენილა? არავინ? მე ვიცი. ამ ტერიტორიაზე ვერტმფრენის დასაჯდომად მოწყობილი მხოლოდ ერთადერთი მოედანია და მას ბიძინა ივანიშვილი ფლობს. ესე იგი, მე რო დავფრინდე აბასთუმანში, სულ ორიოდე რამე მინდა. ვერტმფრენი და ბიძინას ნებართვა დაჯდომაზე. ჯერ ნებართვაზე დავიწყო ჩალიჩი თუ ჯერ ვერტმფრენზე, აი ეგ ვერ გადავწყვიტე. იმიტომ რომ ვიყიდო ვერტმფრენი და არ მომცეს ნებართვა, ან რომ მომცეს ნებართვა და ვერტმფრენი ვერ გავაძრო. არ არის მარტივი ამბავი. კიდევ ერთი ამბავი ისაა, რომ მუამარ კადაფის სადამ ჰუსეინს ასევე დაკეტილი ჰქონდა ცა თავისი საცხოვრებლის თავზე, მაგრამ რავი, გაამართლა. ერთი მადუროს უნდა დაუკავშირდე, ვკითხო, რომ ცა დაკეტილი ჰქონდა თუ არა, მაინტერესებს. შეიძლება ღია დარჩა. ჩვენ კი მეგობრებო, იზღა დაგვრჩენია აბასთუმნის აღმოჩენებს დაველოდოთ და ერთმანეთს შევადაროთ ცის დაკეტვამდე კვლევები და დაკეტვის შემდგომი კვლევები. აბა ერთი ხარისხობრივი წინსვლა არ დაუდიათ, მაგად ვაჩვენებთ ცის დაკეტვას. გადავიდეთ გადაცემის მეორე ნაწილზე, ჩაანალიზებაზე. კოკა-კოლა მოვსვათ.
დღეს ისე ჩაანალიზება გვაქვს, რომ შეიძლება იფიქროთ, ყოლაში ცოტა არაყიც გაურიე, მაგრამ რავი, ვინ იცის? კარგი ამბები გვაქვს გლობალურ ქოციზმთან ბრძოლაში დედამიწაზე. კიდევ ერთ სახელმწიფოში დამარცხდა ქოციზმი, ამჯერად უნგრეთში. მოდი გავიხსენოთ ჩვენი გადაცემის 229 ეპიზოდი სათაურით მადურო ვინ იქნება შემდეგი? არა, მოდი ჯერ გავიხსენოთ ეპიზოდი ტრამპი გამრაზდა. ეს მანამდე იყო. ნახოთ რა ვთქვით მანდ. როგორ ჩანს რუსეთის შემდეგი მეტასტაზი, რომელიც მოიკვეთება, ვენესუელას დიქტატორი მადურო იქნება. ასე აგიხდეთ ყველაფერი კარგი მეგობრებო. ახლა გადავიდეთ ეპიზოდზე ვინ იქნება შემდეგი. ნახოთ ვიდეო. მადუროს შემდეგ ვარაუდობ, რომ შემდეგი იქნება ორბანი. ან არჩევნებით წავა ლამაზად, ან ძალიან გააყალბებს და ძალიან ცუდად წავა. ორბანს ეყო ჭკუა და არ იფართხალა, წავიდა ლამაზად. ამავე ეპიზოდში ვისაუბრე ირანზეც. ნახოთ ვიდეო. ხამენეის სისხლიანი რეჟიმის ჩამონგრევასაც ვნახავთ. ნუ შესაძლოა გვინმე არ დამეთანხმოს ირანის რეჟიმიო არ ჩამონგრეულაო, მაგრამ რავი, მტყუანი თუ არ თვითონ ხამენეიმ მიპასუხა. ვენესუელა, ირანი, უნგრეთი ეს 2026 წლის პირველ კვარტალში მხოლოდ და ამად დაუმატოთ რუსების მარცხი სირიაში, მოლდოვაში, რუმინეთში, მალე კიდევ ერთხელ წააგებთ სომხეთში, აზერბაიჯანზე გავლენა დიდი ხნით დაიკარგა. უკვე 8 სახელმწიფო ჩამოვთვალე, რომლებზეც რუსული გავლენა უკიდურესად შემცირდა. მეცხრე უკრაინაა, რომელიც სამუდამოდ დაკარგულია რუსეთისთვის. გასარკვევი დარჩა 100% დაკარგულია 99% თუ 80%, მაგრამ უკრაინაც გავიდა ქოციზმიდან. დაგვრჩა კუბა, ბელარუსი, საქართველო, ცოტათი სლოვაკეთი, ცოტათი სერბეთი. შემდეგი იქნება კუბა. სლოვაკეთის პრემიერი ფიცო შედარებით ჭკვიანი კაცია, გამოიტანს სწორ დასკვნებს და დააყენებს ტრაქს. არ გადაიქცევა ევროკავშირის თავის ტკივილად. უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ევროკავშირი გაწმენდილია ქოცებისგან და თავის მოქმედებებში ბევრად მოქნილი გახდება, ვიდრე გასულ წლებში იყო. არსებობს შანსი, რომ მხოლოდ საქართველო იქნება ის სახელმწიფო, სადაც ქოციზმი არ დამარცხდება? რა თქმა უნდა, ყველაფერი შესაძლებელია. როცა დედამიწაზე ქოცობას არ იგებდნენ, ჩვენ პირველები მივედით. პირველები მივედით საკუთარი პასტებით. სამწუხაროდ, სად დავაგვიანოთ და სად მივიდეთ პირველები, ამაზე ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო. ახლა მხოლოდ ის შეგვიძლია ვთქვათ, მეგობრებო, რომ ჩვენი წარმატების შანსი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ზემოთ აღნიშნულ სახელმწიფოებში ქოციზმის ამოძირკვამდე, თუ კი ჩვენი წარმატების შანსი 20% იყო, ახლა შეიძლება ითქვას, რომ 50%-ზე ვართ. მოდი ახლა დაუბრუნდეთ ორბანს. უნგრეთში ოპოზიციის გამარჯვების შემდეგ მაგრად შევდექით ჩვენს ოპოზიციას. აქა. სკოლებში რო ზოგიერთი მშობელი ჩითავს, რომ გიორგიმ თუ მიიღო 10-ია, შენ რატო ვერ მიიღე? ეგრე ვართ ახლა ჩვენ ოპოზიციასთან. რაც არ არის ცუდი. იმიტომ რომ ისტორიას თუ გადავხედავთ, კაცობრიობის პროგრესის დიდი წილი მიღწეულია სხვების ჯინაზე. ხო, ეგრეა, მიმოიხედეთ გარშემო. რამდენზე იცით, რომ იმიტომ გაარემონტა ბინა, რომ მეზობელმა გაარემონტა. iPhone-ი მართლა ეგეთი კაი ტელეფონი კი არაა, მაგრამ არა ბიჭოს. მოკლედ, მე არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, რომ კაი სახელმწიფო ავაშენოთ ჯინაზე. ამიტომ ჩემი რჩევა იქნება ოპოზიციასთან, რომ ნუ გაიბუტებით. თქვენც მიიღეთ 10-იანი რა, გიორგის ჯინაზე. რა შეგვიძლია ვისწავლოთ უნგრეთის მაგალითით? რაღაცები შეგვიძლია ვისწავლოთ, მაგრამ თავარი განსხვავებაც უნდა დავინახოთ. ვიქტორ ორბანი არის პოლიტიკოსი. ცუდი პოლიტიკოსია თუ კარგი არა აქვს მნიშვნელობა. პოლიტიკოსია, რომელმაც თვითონ მიაღწია ყველაფერს, იმუშავა, იწვალა, რაღაცები იკადრა, მაგრამ თვითონ შექმნა თავისი თავი.
საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლებაში არც ერთი თანამდებობის პირი, არც ერთი არ არის პოლიტიკოსი. აბსოლუტურად ყველა აიღეს და დადეს. ბიძინამ ესე აიღო, დადო. ზოგმა პირდაპირ მინისტრობით დაიწყო კარიერა, ზოგმა პირდაპირ პრემიერობით, ზოგმა პირდაპირ დეპუტატობით. ბიძინას გარეშე არც ერთს არანაირი ელექტორალური მხარდაჭერა არ აქვს. მაღალი თანამდებობის ერთი ადამიანიც რო ყავდეს, რომელმაც თავისით მიაღწია რამეს პოლიტიკაში, გაცილებით მარტივად იქნებოდა ჩვენი საქმე. ორბანმა იმიტომ გადააბარა ხელისუფლება მშვიდობიანად, რომ მისი გადასაწყვეტი იყო რას იზამდა. მან მოიპოვა ძალაუფლება და მანვე დათმო. კობახიძემ როგორ უნდა დათმოს ძალაუფლება? მისია. ვინც მისცა, ბიჭო, ვინც მისცა, ისვე წაართმევს და სხვას მიცემს. ამიტომ უნგრეთთან პარალელების გავლებისას არ დაგვავიწყდეს მთავარი, რომ იქ ხელისუფლების წყაროა ხალხი, აქ ბიძინა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. ორბანი რუსეთის მაინც უფრო პარტნიორი იყო და არა რუსული პროექტი. ორბანი ხელისუფლებაში მოვიდა როგორც პროდასავლელი, თავისით მიაღწია ყველაფერს და რაღაც მომენტში რუსეთთან შევიდა გარიგებაში, კონკრეტული პირობებით. ორბანის და რუსეთის ურთიერთობა ჰორიზონტალური იყო, უფრო ვიდრე ვერტიკალური. რუსეთმა კი არ შექმნა ორბანი და როცა უნდა პანჩურს კი ვერ ამოარტყამდა. არა, ორბანი ორბანია, რომელიც რაღაც მომენტში რუსეთთან დაპარტნიორდა. ჩვენ არ ვიცით ბიძინას და რუსეთს შორის ურთიერთობა რამდენად ვერტიკალურია. ჩვენ არ ვიცით ბიძინას შეუძლია თუ არა ხელისუფლებიდან წასვლა. რავი, მისია. ანუ ბიძინას და რუსეთის ურთიერთობა ისეთივია, როგორც ბიძინას და კობახიძის, თუ ცოტა სხვანაირი. აი ეგ არ ვიცით. ამ საკითხზე ყველას თავისი მოსაზრება აქვს, მაგრამ ზუსტად არაფერი არ ვიცით. ვიცით, რომ ქართული ოცნება რუსული პროექტია, მაგრამ არ ვიცით ბიძინას რა მოქმედების არეალი აქვს. ეს არც ოპოზიციამ იცის, არც კობახიძემ, არც ერთმა ყოფილმა პრემიერმა. ეს იცის მხოლოდ ბიძინამ და რუსეთმა. ამაზე პასუხზე არის დამოკიდებული ყველაფერი, მათ შორის არჩევნებით რამის შეცვლის შანსი დარჩა თუ არა. ამიტომ ვერ ჩამოვყალიბდით ბრძოლის ერთიან სტრატეგიაზე. ამიტომ ვერ შეთანხმდა საზოგადოება არჩევნებით წავიდეთ თუ აჯანყებით. ამიტომ ვერ შეთანხმდა ოპოზიცია ბევრ საკითხზე და მოკლედ ეს არის ჩვენი მთავარი პრობლემა, თორე არ ვართ ქართველები ისეთი სუსტები, რომ ყველა გვჯობდეს დედამიწაზე, გაიგე? ჩემი აზრით ბიძინას არ შეუძლია ხელისუფლება გადააბაროს ვინმეს, როგორც კობახიძეს არ შეუძლია ძალაუფლების გადაცემა, იმიტომ არ არის მისი. ასევე ბიძინას არ შეუძლია ორბანივი წავიდეს. თვითონაც თქვა წინა საარჩევნოდ იმ თავისი დუშკაბინიდან, რომ მეო იანუკოვიჩი არ ვარო, არც ორბანიო და არც შევარდნაძეო. რავი, მეფის ნაცვალია, მეფის ნაცვლით გადასაწყვეტი კიდე არაა საქართველო, აქა პროევროპული იქნება თუ პროინდონეზიური, ვინ ეკითხება. მას ჩვენ რა ვქნათ? როგორ გავარკვიოთ რა გზით წავიდეთ? ჩემი აზრით, ხალხმა და ოპოზიციამ უნდა მოვიფიქროთ ბრძოლის ისეთი გზა, რომელიც ორივე ვარიანტზე მუშაობს. ორბანზეც და მეფის ნაცვალზეც, გაიგე? თუ ცდები და ბიძინას შეუძლია ხელისუფლების გადაბარება, ამ ვარიანტზეც უნდა მიდიოდეს და მეორე ვარიანტზეც. თუ კი ბიძინას გადასაწყვეტი არაა ძალაუფლების საკითხი. არ უნდა დავკარგოთ დრო იმის გარკვევაში, როგორია ბიძინას და რუსეთის ურთიერთობა. უნდა ქონდეს გეგმა, რომელიც ეფექტური იქნება ორივე სცენარისთვის. მე არ მაქვს ასეთი გეგმა. ჯერჯერობით. მაგრამ რავი, ვიმუშაოთ ყველა, მოვიფიქროთ, ერთმანეთისკენ ხელის გაშვერას არ აჯობებს? აჯობებს. სულ ეს იყო რაც დღეისთვის მინდოდა მეთქვა. მადლობა ყურადღებისთვის. შევხვდებით მომავალ შაბათს.